ქუთაისში ყველაზე უხუცესი ადამიანი 107 წლისაა. 107 წლის სოფია ბანძელაძე სამთაობას მოესწრო. მას 1 შვილი, 3 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი ჰყავს. ქუთაისში მცხოვრები ყველაზე უხუცესი ქალბატონი ამბობს, რომ დღეს ბედნიერი ქალია, თუმცა მისი პირველი ცხოვრების 30 წლეულს ტრაგედიების გარეშე არ ჩაუვლია. 107 წლის სოფია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ პირველ და მეორე მსოფლიო ომს მოესწრო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სოფია ბებო ერევანში ჰოსპიტალში მუშაობდა მედდად. მას დღესაც კარგად ახსოვს, როგორ უვლიდა დაჭრილ ჯარისკაცებს. სწორედ ამ პერიოდში დაეღუპა სოფია ბებოს პირველი შვილი 10 თვის ასაკში. ასევე ომიდან აღარ დაბრუნებულა მისი პირველი ქმარი. ჰოსპიტალში მუშაობდი 6 წელიწადი, ომიდან მთავრებამდე მიზროს 6 წელიწადი. ომის დასრულების შემდეგ სოფია ბებოს ერევანში ძმამ ჩააკითხა და სახლში ძირძველ მესხურ სოფელში დააბრუნა. სწორედ სოფელ უდეში გაიცნო სოფია ბებო მისი მეორე მეუღლე და იქორწინა. ბიზაჩემი ჩასულა ჩამოუყანია ბიზაჩემს და მის შემდეგ ცხოვრობდა უდეში და მე მამაჩემი გაიცნო, მამაჩემი აქედან ჩავიდა. მამაჩემი გაიცნო დაქორწილდა შემდეგ და 1959 წლიდან სოფია ბებო მეუღლესთან და შვილთან ერთად ქუთაისში ჩამოსახლდა. სოფია ბებო ქუთაისში მალე შეიყვარეს. როგორც მისი მეზობლები ამბობენ, ის ყოველთვის პოზიტიური ახსოვთ. ვირფასი შვილოდი, კეთილი ბავშვებს გვეპერებოდა, მიდიოდა, მოდიოდა, უპატიოსნესი ქალი, შრომობდა მისი ცოცხლეს. კაი შვილები გაზარდა, შვილიშვილები გაზარდა, დღემდე მოაწია პატიოსნობით ამქარდა. სოფია ბებოს ოჯახის წევრების თქმით, უხუცეს ქუთაისას განსაკუთრებული ჯანმრთელობის პრობლემა არასოდეს ჰქონია და მედიკამენტებიდანაც ამ დრომდე მხოლოდ ანალგინს და ვალერიანის წვეთებს აღიარებს. სოფია ბებოს თქმით, ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო სიკეთეშია. ის ფიქრობს, რომ ადამიანის უპირველესი მოვალეობა სიკეთის კეთებაა. კეთილი სახე ახალგაზრდა და იმაში მქონდა. თქვენ მიცოცხლეს ორი ჩემ ხნამდის უყველა. ორი ჩემ